ოდითგანვე ასე იყო. დღესაც ასეა. დროს ერთი რამ აქვს საერთო. მათი თვალები ხშირად არის ცისკენ მიყრობილი. აი ცისკენ. საიდანაც დასაბამიდან ეს დროსაც მიგვანიშნებდა და ამიცაც. მასზე დაკვირვება მიმართულებასაც კი უცვლიდა ვარსკვლავთ მრიცხვებს. დღესაც ხომ ასე არა დამერწყებით. ყველა ჩვენს კითხვას თუ ინტერესს ციდან მიღებული იმპულსებით ვიღებთ. მუდამ რაღაცის კვლევაში ვართ. ნეტა ვარსკვლავია, რომელიც გზას გიჩვენებთ. თქვენი ცოდნის ჩამქვალ ვარსკვლავებს სინათლე როგორ დაუბრუნოთ. მოდი ყველა ერთად გავუყვეთ ამ ჯადოსნურ გზას. ეძღავეთ ბეწლებს უცნობი წყვილი მიადგა. კაცს იოსები ერქვა, ქალს კი მარია. მოგონილი იყო გამივიდა ცივი ქრონდაფარი. იოსებს და მარიამს აროინ გაუღეს ხარი. არ იყო ბეწლებთან ხმალთვის იღურავეს. მიუსაფარ შეხვეწნა, არაონი შეიცრია. მაგრამ უწებერთმა მეფუმ დუგან თავისი საქონლის სადგომი მიასწავლა. იქ თივაც იყო და ბაგაც. იმ ღამეს იქ პატარა იესო დაიბადა. მისმა ძვირფასმა დედამ მარიამმა პატარა იესო თბილად შეახვია და ბაგაში ჩააწვინა. Show
მოვუხმოთ მას ჩვენთან კეთილო მეზღაპრე გთხოვთ დავბრძანდით და ყურადღებით მოვუსმინოთ მას აქ რაღაცა შეკითხვები გაჩნდა დიახ ჩვენ თქვენთან კითხვები გვაქვს აბა გისმენ რატომ თავ საშობაოდ ნაძვის ხეს? იქნებ გითხართ, კეთილო მეზღაპრე. დიდი სიამოვნებაა. თქვენს გაინტერესებს, ვიცი. რადგან მე მეზღაპრე ვარ, ძველ წიგნებში ჩავიჭრე. აბა რას მეუბნებიან ძველი წიგნები? ხო გაინტერესებს. ბეთლემში იმ ღამეს იესო რომ დაიბადა, იქვე ახლოს 3 ნაძვის ხე მდგარა. ერთი ყველაზე პაწაწინა რომელიც იყო, გულდაწყვეტით ფიქრობდა. ეხ ნეტამე ჩემეძროს იესოს რამე ვაჩუქო. იქვე მყოფმა შობის ანგელოზმა მოისმინა ეს ისი ნაფიქრალი მოისმინა გაიგო ზეცა სახე და მოციმციმე ვარსკვლავებს თხოვა მოდი შეუსრულოთ ამ პატარა ნაძვს სურვილიო დაეშვით და მის ტოტებზე ჩამოწევით მართლაც ასე მოხდა ვარსკვლავები დაეშვნენ ციდა ჩამოწევენ ამ პატარა ნაძვის ტოტებზე და რა მოხდა განათდა ირგვლივ ყველაფერი ისე განათდა ნაძვისზე რომ მთელი სოფელი და მთელი ქალაქი გაანათდა ასე ახარებულმა და განათებულმა იმ ბაგაში დაბადებულმა იესომაც გაიგო ეს ყველაფერი სინათლე როგორც თქვა ძილში შეახწია პატარა იესოსი და გაიღიმა და ისევ მიიძინა მაგრამ ასე არ დამთავრებულა ეს ამბავი იმ დღიდან მოყოლებული ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს ახარებენ ხოლო ყველა კეთილი ადამიანის სახლში შობის ანგელოზი დასაკეთებს თქვენს მიერ მორთულ ნაძვის ხეებს აციმციმებს ხოლმე. აი ასე მოხდა ეს ამბავი. რა საინტერესო. რა ამაზეა ნაძვის ხეს რო დგავთ? თითქოს რაღაც კარგს ველოდები. ყველა ადამიანს ერთნაირი ცნობა აქვს ცენარის ხესთან. ეს სიხარულის მოლოდინია. ნაძვის ხე თითქოს გვეუბნება. მოიწმინე კარგი რამ გელოდება. ის იმედის ხეა. ალბათ იმ ჯადოსნური ხამის გამო გვიყვარს ასე ძალიან ნაძვის ხე.
იმედით აბა. ალბათ იცით დაახლოებით, იცით რომ სანტა ძალიან დიდი ხნის წინ დაიბადა. მაგრამ მის დაბადებასაც თავისი წინაპირობა ჰქონდა. მანამდე რა მოხდა იყო ერთი ძალიან კეთილი კაცი ნიკოლოზი სახელად, ბერძენი იყო წარმოშობით და ისეთი კეთილი იყო რომ ყველა ადამიანს თავის სითბოს სიყვარულს და შესაძლებლობებს უნაწილებდა. მაგრამ განსაკუთრებით უყვარდა მას ბავშვებს. ამიტომ ასეთი რამე მოიფიქრა. ღამით, როდესაც მთელ ქალაქს ეძინა, საჩუქრებიან ბუდას ტომარას აიღებდა და ბავშვების კარებთან აწყვეტდა. რა ხდებოდა დილით, წარმოგიდგენიათ ასე. გაიხარებდნენ ბავშვები, აიღებდნენ საჩუქრებს, მოედებოდნენ მთელ ქალაქს, ჟრიამული, თქვენ რო დაგიხართ ხოლმე ისეთი ჟრიამული. ესეთი სიცილით და ასე გააბედნიერებდა ხოლმე ბავშვებს. ასეთი და სხვა საქციეების გამო ნიკოლოზი შემდეგ ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და დღეს წმინდა ნიკოლოზი ყავს ჩვენ ასეთი დიდი წმინდანი. შემდეგ ოდნავ სახელცვლილებით ამ წმინდა ნიკოლოზისა ევროპელებმა გადაწყვიტეს რომ შეექმნათ სანტა კლაუსი, იგივე წმინდა ნიკოლოზი, კლაუსი, იგივე ნიკოლოზია და მას შემდეგ ასეთი მოხუცი, კეთილი, ჭკვიანი, ბედნიერი და ხალისიანი მოხუცი მოდის ხოლმე თქვენთან შობა ახალწელს და ასე გილამაზებთ ცხოვრებას. ხომ გიხარიათ მისი მოსვლა? კარგია. ალბათ ამიტომ ჯერებს იკეთე არასოდეს. როცა სადაზე ფიქრობ, იმედით და სიტყვას ერთად მოდის. ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენს ვარსკვლავს კვლავ ემატება სინათლე. ის უფრო და უფრო გაკაშკაშდება, იმედი გვაქვს და გაგვინათებს ჩვენი ცხოვრების გზას. Hello, reindeer. Hello, reindeer. Hello, snowman. Hello, snowman. Hello, Santa. Hello, Santa. Happy holidays. Happy holidays. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. We wish you a Merry Christmas. We wish you a Merry Christmas and a Happy New Year. Goodbye, reindeer. Goodbye, reindeer. Goodbye, snowman. Goodbye, snowman. Goodbye, Santa. Goodbye, Santa. Happy holidays. Happy holidays. Happy შობის ვარსკვლავმა და ამ საყვარელი ბავშვების ცოდნა აი მიგვიყვანა სწორედ ამ ჯადოსნურ გზაზე. გზაზე, სადაც კეთილი სიტყვა პატარა პაწაწინა გულებად იქცევა. შობის მადლით განათებულ სამყაროში ყოველი კეთილი სიტყვა ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და სიყვარულის გზას ქმნის. ეს ყველა კეთილი სიტყვა სწორედ აი ამ პატარა ადამიანებმა მათი გულებიდან ამოხეთქილია ეს პატარა კეთილი სიტყვები და მშობლებო, ჩვენო ძვირფასო მაყურებელო, თქვენსკენ არის წამოსული. ეხლა თქვენთან გამოფრინდებიან თვითმფრინავები, სადაც თითო კეთილი სიტყვა იქნება ზედ დაწერილი. ამიტომ